გუმოვთ გუშინდერ ალს გუშინდერი რაც ჩვენ ვნახეთ ფაქტებს პრეზიდენტი გამოვიდა და დაიჟებიან შესაბამისად დამნაშავეები და არასასიამოვნო ფაქტი იყო გუმოვთ აღნიშნულ ფაქტს. დამნაშავეები უნდა დაისაჯნენ და დაიჟებიან, იმედი გვაქვს რომ დაიჟებიან. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით ზოგადად. მოსახლეობა საზოგადოებას გულისხმობ, მაგრამ წარმოუდგენელი იყო თუ ამისგან ამბავი შეიძლება ყოფილიყო. ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო და ასეთი ადამიანები შეექმნა ამ რეჟიმს. ეხლა ის რომ ეს კონკრეტული ადამიანების დანაშაული არ არის, ფაქტია სისტემის დანაშაულია. სისტემა შექმნილი არავითარი თამაზაშვილზე და ვიღაც სხვა ადამიანებზე გადაბრალება ეს გამორიცხული. თუნდაც ის რომ მოხსნეს და დააკავეს ვიღაცები მეისრეები. ეხლა იგივე კალმახელიძე შეხედულში ერთხელ მაინც არის ნამყოფი. კალმახელიძე იყო ჩვეულებრივი მარიონეტი, რომელიც არავითარი ფუნქცია და დიდი დატვირთვა არაფერი არ ჰქონდა. ასაზეულებად იმას ეს შექმნა ახალაია ეს სისტემა. ახალაია შექმნა თავისი ხელმძღვანელობასთან ერთად. აქედან გამომდინარე ყველამ პასუხი უნდა აქვს. ეხლა დღეს როგორ გვინდა დავაწყნაროთ ნახევარი საქართველოს დედები, ქალების, რომელსაც შვილები ყავთ ციხეში, 80% უდანაშაულო პრაქტიკულად ან ძალიან მცირე დანაშაულის გამო. და ამის გამო ესე იგი, რა ვიცი, ხელისუფლება ყველაფერი გააკეთა თვითონ მისულ ხალხი აემხედებინა. ყველაფერი, წარწმეული მიწები, წარწმეული ღირსება, აგერ ციხეებში ესეთი ამბავი. არ ვიცი, თვითონ გაიკეთეს, მოიწყვეს ყველაფერი თავის. ის რაც გუში მოხდა, ეს არის აბსოლუტურად დღეს აი ხედავ რომ დღეს დილიდან მქონდა შეხვედრა უცხოეთ საზოგადოების არასამთავრობო იქნებოდა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. თვითონ წვენიათ იმის რომ ამ რეჟიმს ამდენი ხარი მხარს უჭერდნენ და დღეს უკვე იმდენად აგრესიულები არიან რომ ლამის აქეთ მეჩხუბებოდნენ მე რომელიც არაფერში ვიყავი რომ ისე თავის თავზე არიან გაბრაზებული. აწი თვითონაც მიხედავ და თვითონაც თქვენ თავისი მაღალი სიტყვა თუ აქვს რა ნიშნავს. ნახავ შენ დედამისი ნახავ სოცხის ქვეშ ნახავ სოცხი დაუდეს პრეზიდენტს მიართონ რაც ახდება წუხელ ყველა მოყურა ტელევიზორში ნაძინალები ეს არ არის ოჯახში გაზრდილი ადამიანი დედის ტოლახანს ოდღა სოცხესთვის და იქიდან დასიტყვებით აგინოს მამა და ჩამამახია ეხვეწები გამოდი გარეთ ერთ-ერთზე ვილაპარაკო თუ ვაჟკაცები არიან გამოვიდეთ წავიდეთ სანკე არც ეგუნდათ ესენი არიან ნაძინების ბუდი არის ნაძინების ბუდი იმის ვაჟკაცობა არა ყოფნის ახალგაზრდაკაც დედის ტოლას სოცხესთვის აი ეს ახდება მე ვარ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის კავალერი მეომარი გაგრაუდა ეჭა წყობაში მოხვდი აი სუმაყრის რა გუში კადრებს უყურეთ რაც მე შეჩნება და დაღისტანელებმა მცემეს და მიუწყეს იქა მაგრამ ესეთი ვანდალიზმი რაც ახლა მე გუში ვნახე უბრალოდ თავში აზრად იმათ არ მოსულებ გესმით თქვენ ახლა შემაც იყო ტანჯვაც იყო მაგრამ ესეთი ვანდალიზმი იყო რა ხდება მე არ ვიცი რა არჩევენ შოქში